კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უზბეკეთის დედაქალაქში მაღალი რანგის შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დიპლომატიური შეხვედრა გაიმართება აზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან. განხილვის თემებს შორის იქნება როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ასევე საქართველოს რეზოლუციის გარშემო მხარდაჭერის საკითხები. ჩვენ ძირითად ყურადღებას გავამახვილებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და რა თქმა უნდა ასევე გაეროში მხარდაჭერაზე საქართველოს რეზოლუციის არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ არც ინდოეთთან, არც საუდის არაბეთთან და არც ბაჰრეინთან პრობლემები არ გვაქვს, თუმცა მათ მოუყვებით იმ განვითარებების შესახებ, რომელიც როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე ზოგადად შავი ზღვის რეგიონში. მაღალ დონეზე იქნება განხილული მთავარი პრიორიტეტები, რომელიც საქართველოს აქვს საგარეო ფრონტზე, როგორც არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერის კუთხით, აი ძალიან турბულენტურ გარემოში, მათ შორის შუა დერეფნის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს სუვერენიტეტის ინტერესების გათვალისწინებით და იმ სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, რომელიც ბუნებრივია გადის ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. იმსჯელებენ 29 იანვარს მიღებული რეზოლუციით გათვალისწინებულ საკითხებზე. ასევე ქართული ოცნების დელეგაციის მანდატების გამოწვევაზე, რომელიც კონკრეტული დათქმების საპასუხოდ იყო განპირობებული. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დათქმები, რომლებიც ევროსაბჭომ ქართულ მხარეს წამოუყენა, აბსურდული, უსაფუძვლო და უსამართლოა. ქვეყანა კვლავ რჩება ევროსაბჭოს წევრად, თუმცა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციის წევრები მხოლოდ მას შემდეგ განაახლებენ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. ულტიმატუმის ენა, რომლითაც დღეს ევროსაბჭო საქართველოს ესაუბრება, პირველ რიგში არის მიუღებელი ქართველი საზოგადოებისათვის. ზამთრის სესიაზე, როდესაც ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ რიგში ამ გადაწყვეტილებით აღიარა ჩვენი მანდატები, აღიარა არჩევნები და შემდგომ უკვე ის ულტიმატუმის რეზოლუცია, რომელიც მათ მიიღეს, პირველ რიგში ეწინააღმდეგება მათივე, ასე ვთქვათ, აღიარებულ მანდატებს. ის რეზოლუცია და ის საუბარი, რასაც ისინი არალეგიტიმურ და უმანდატო რადიკალური ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, სამადაშვილთან და ბოკუჩავასთან ერთად დახურულ კარს მიღმა განიხილავენ, ეს არ არის საინტერესო არც ხელისუფლებისთვის და მით უმეტეს არც საზოგადოებისათვის. ევროკომისიამ დაადასტურა ის, რასაც ქართული ოცნება ევროპული ფონდების თანხების არამიზნობრივ და გაუმჭვირვალე ხარჯვასთან დაკავშირებით წლები ამბობს. აღიარების თანახმად ევროკავშირის სახსრები, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი ფარული გავლენის ოპერაციაში. ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს. ავსტრიული გაზეთის ცნობით, წინასწარ განსაზღვრული პროგრამების ნაცვლად თანხები კონსერვატიულ და ევროსკეპტიკურ ხმებზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკომისია მოკლე განცხადებას ავრცელებს და ლობირებას აღიარებს. კომისია ადგენს, რომ აქტივისტი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა არასათანადო ლობირებას, ვკითხულობთ განცხადებაში. ეს არ არის აღიარება, ეს არის გამოუვალი მდგომარეობა, როდესაც დამლვას აზრი აღარ აქვს. უშუალებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რათა დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყნებში, რომლებიც ჩართულები იყვნენ მეტნაკლებად აი ამ საომარ პროცესებში, რომელიც სამწუხაროდ დღეს სოფლიოში მიმდინარეობს და საქართველოს ჩათრევაც აი ამ პროცესებში სწორედაც ხორციელდებოდა უშუალებელი ფულის რესურსის მობილიზებით, ხარჯვით. ჩვენ თვალს ვადევნებთ იმ გლობალურ ტრენდს, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მმართველი გუნდი რამდენიმე თვით ადრე და რამდენიმე წლით ადრე საუბრობდა, დაიწყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებების რევიზია, რომელიც სხვადასხვა უცხოური ძალის ინტერესს ატარებდნენ, რომლებიც ფინანსდებოდნენ სხვადასხვა მიზნით და რომლებიც რეალურად დაფინანსებულნი იყვნენ ერთი საქმის გაკეთებლად, ხოლო თავისი ფორმით და არსით აკეთებდნენ აბსოლუტურად სხვა საქმეს.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი დღეს ბიუროს ხდომას წარედგინება და მიმდინარე კვირაში განიხილავენ. ცვლილებები მნიშვნელოვან სიახლეებს მოიცავს. იზრდება და ძლიერდება ინტერპელაციის როლი. პლენარული ხდომების ყოველ კვირას იქნება ინტერპელაციის დღე და ამავე დღეს გაიმართება დებატები ფრაქციათა მონაცვლეობითი გამოსვლით. აქტუალობას კარგავს და შესაბამისად რეგლამენტში აღარ იქნება მინისტრის საათი. ამოქმედება აქამდე თითქმის გამოუყენებელი დროებითი კომისიის კონსტიტუციური ინსტრუმენტი. განახლდება და ქმედითად ამუშავდება სამუშაო ჯგუფების ფორმატი. ეფექტიანი გახდება საკანონმდებლო წინადადების ინსტრუმენტი. ასევე დამკვიდრდება პარლამენტის საქმიანობის ერთიანი წლიური ანგარიშის ფორმატი. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ზოგადად ყველაზე უფრო მეტად საინტერესო არის საზოგადოებისათვის გახლავთ ის, რომ ყველა სასესიო კვირაში საშუალება ჩდება, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვა-პასუხისათვის მოწვეული იყოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და სხვა ანგარიშვალდებული პირები. ეს ახალი რეგლამენტი ზედმეტ ფორმალობებს მოითყვიან მოხსნის და კიდევ უფრო მოქნილს ცოცხალს გახდის საპარლამენტო ცხოვრებას. აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარულ სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას დღეს 11 საათზე უყრიან კენჭს. აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა. საბჭოს წევრებმა სულხან თამაზაშვილს და მის მიერ დაასახელებულ მინისტრების კანდიდატებს უკვე მოусმინეს. თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმა და ხედვებიც გააცნო. კვლავ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედება არის, რისთვისაც სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმე სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მოგეხსენებათ, რომ კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას ნუ დაარღვევენ კანონს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში წირვა 10 საათზე დაიწყება. ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია, დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. 7 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო დღესასწაულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა აუწყა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ მის მიერ კაცობრიობას მოევლინებოდა მესია. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება საზეიმო წირვები. ულოცავ ყველა მართლმადიდებლურ ქრისტიანს ხარების დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაიცვას და დაიფაროს სრულად საქართველო. ამინ.